ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა ყველას. უკრაინის ახალმა რევოლუციურმა მთავრობამ იმპიჩმენტი მოუწყო პრეზიდენტ იანუკოვიჩს და თანამდებობიდან გადააყენა. ტელევიზიით გავრცელდა იანუკოვიჩის ქონების ამსახველი ძალიან ისეთი კადრები, აი ოქროს უნიტაზები, ოქროს მონეტები, მისივე გამოსახულებით, რა თქმა უნდა, ოქროში ჩასმული აი რაღაცა მისივე სურათები და ასე შემდეგ. ესეთი დიდი ფუფუნებაში ნაცხოვრები ეს კაცი და მე ძალიან გამიკვირე, ხა კაცი მილიარდელი ხარ. ხო და აქვია, რაში ფლანგავ ამ ფულს მე არ მესვი. აი რაში ფლანგავ და ამ ფულს. შეკაი ადამიანო, ამდენი ფული გაქვს, იყიდე ზვიგენი. პინგვინები მოაშენე, შეკაი ადამიანო, აჭიხვინე ეზოში ზებრები. რაში ფლანგავ, მოახმარე ხალხს, შეუქმენი ქვეყანას დოვლათი. ხო შეიძლება რა არის ახლა ეს ოქროში ჩასული, მაინდა-მაინც ოქრო რა არის ახლა ეს. მაიდანზე შეკრებილ ხალხს გამარჯვება მიულოცა მიხეილ სააკაშვილმა. მისი გამოსვლით აღფრთოვანებულმა ხალხმა ჯერ მოლოდეც ესე შეძახა. მერე კი მიშას საყვარელი სიმღერას დასჭექა. სონცე ილი დოჟე ლოშჩე, მიშა ტვიორდო ჟოშჩე. ზუსტი თარგმანი არის ესე. სააკაშვილს კიევში უკმაყოფილო ადამიანების გამოუჩნდნენ. ერთმა დონეცკელმა ქალმა ყვირილი ატეხა. Что это, маданама? Ყვირო და ესე. Этот сексуальный человек, он так делает нос, он так ესე. იქაც იყვნენ ახლა ეს უარყოფის აზრის მქონე ადამიანები. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ამერიკაში იმყოფება, სადაც შეხვდა ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ამ შეხვედრაზე შემთხვევით შემოვიდა ბარაკ ობამაც. ეთყობა ღარიბაშვილმა ადრეს შემთხვევით რო თქვა პუტინს შევხვდებიო, ზუსტად მაგიტოს შემთხვევით შემოვიდა ბარაკ ობამაც მაგ დარბაზში. ამერიკის მთავრობას ღარიბაშვილმა მაპის მიღებაში აქტიურობა მოსთხოვა, ამაზე ნაციონალებს რაღა უნდა ეთქვათ. რა უნდა ეთქვათ ნაციონალებს, ამიტომ გასაკრიტიკებლად, ამიტომ შეცვალეს ისე და განაცხადესო ჩვენო ვეთანხმებითო ღარიბაშვილსო. ეგრე რა თქვი, კაი ხალხო რა. ეგრე მოითხოვეთ ნატო და ევროინტეგრაცია, მოითხოვეთ დაგმეთ რუსეთის აგრესია. დაგმეთ, მოსპეთ კრიმინალი, დაასაქმეთ ხალხი და ბოღმაში ჩაახჭეთ ეს ნაციონალები. რომ ვეღარ სუფთავდნენ და ეს ბოღმაში ჩაიხდნენ. დაამთავრა სოჭის ოლიმპიადა, რომელზეც ქართველმა სპორტსმენებმა ისეთი ცუდი შედეგები აჩვენეს, რომ მთელმა მსოფლიომ რუსეთისადმი პროტესტი ჩაგვითვალა. ორი სპორტსმენი დაეცა, ერთმა ფინიშამდე ვერ მიაღწია, ერთი კი 59 ადგილზე გავიდა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ოლიმპიელების თამადობით მოდით ყველა მწოლიარე, მჯდომიარე და მდგომიარეს გაუმარჯოს ძვირფასო მეგობრებო. დაამთავრდა თუ არა ოლიმპიადა, რუსეთმა ეგრევე განაახლა საოკუპაციო ზოლის გადმოწევა ქართულ სოფლებზე. არადა ამ დროს საქართველოს მთავრობა რუსეთთან ურთიერთობის დათმობას ცდილობს. ანუ გამოდის, რომ აბაშიძე კარასინის შეხვედრა არის ორი ადამიანის გვარი და ერთი ზმნა, მეტი არაფერი. აბსოლუტურად არაფერი. ახალ მართუხლართებიან საზღვართან ჩავიდა გიორგი მარგველაშვილი. ოკუპანტებო, წაეთრიეთ საქართველოდან, ეგ მართუხლართები პუტინს და კრემლს შემოავლეთ. ფეხს ვერასოდეს მოიკიდებთ ქართულ მიწაზე, დამპალო იმპერიალისტებო. გაიფიქრა გიორგი მარგველაშვილი. გუშინ გიორგი მარგველაშვილი სომხეთს ესტუმრა. ჯერ თურქეთი, მერე აზერბაიჯანი, ახლა სომხეთი. თქვენ რომ ამერიკაში წახვედით ბატონო ირაკლი, ცოტა ბისაც უნდა მივაქციოთ ყურადღება აქ, კაცო, ან ძიზა დაუნიშნეთ, ან რაღაცა მიამაგრეთ ვიღაცას, ხო ხედავს, მიდი მოდის ეს კაცი ვეღარ ვაჩვენეთ. რა ცუდ წრეში არ მოხდეს სადმე. აი რაიმე ცუდ წრეში არ გაერიოს ბიჭი, ხო. მანამდე კი პრეზიდენტი მარგველაშვილი პარლამენტში მოხსენებით წარსდგა, 78-მა დეპუტატმა იცნო, 27-მა ვერ იცნო და 12-მა თავი შეიკავა. ვაი და მართლა ეს იყოსო პრეზიდენტი.
ნუ პრეზიდენტმა 40 წუთი ისაუბრა, მაგრამ ისეთი უბრალო და არაფრის მთქმელი მოხსენება იყო, რომ კოსტუმი სულ არ იყო საჭირო. რა საჭირო იყო კოსტუმი? ნუ პარლამენტში დაპირისპირებაც მოხდა გიორგი ცაგარეიშვილმა აკაკი ბობოხიძეს ბორჯომის ბოთლი ესროლა, რადგან ბობოხიძე მას დუქნის ლომო უწოდა, ეს ვიდეო გავიხსენებთ. მაგრამ მაინტერესებს მე რა ასაფირებ რო აკვე. შე დუქნის ლომო შე თუ როგორ აი ფილმში? ძალიან გთხოვთ გამოუწოთ მიკროფონი. ძალიან გთხოვთ გამოუწოთ მიკროფონი. ძალიან გთხოვთ რო აყვებით ამ პროვოკაციას, ვერ ხედავთ რა ხდება. ვინ არის და ვერ ხედავ რა ხდება, გაჩერდით მან. კარგია, აყევით, შეუსრულეთ როლი. ნუ ატყდა ერთი ამბავის, კაბინეტიდან წამოხდა უტრუხუნე ქუცნაშვილი მერე. მოკლედ ხარება ჯაჭვლიანი რომ არ ჩარეულიყო, რა მოხდებოდა ჩორტი 28 უსუფაშვილი. ასეთი ამბავი იყო. ნუ რა თქმა უნდა გამოვყოთ უსუფაშვილის ესეთი ძალიან კაცრი ტონი, რომელიც ნუ რა თქმა უნდა ისეთი ამ კაცრი იყო მეში და კაცკაცო. როგორ ეჭუბებოდა. რა წნარებდა ხალხი. მალე კომპანია მარველი ცაგარეიშვილისგან შექმნის ახალ სუპერ გმირს ბოთლმენი. ბოთლმენი ესეთი კომიქსი ხო აქვს რაღაც ერკინის კაცი და ბოთლმენი ესეთი აი თავიდან წყნარია, მაგრამ თუ შეანჯღრე მერე ფეთქდება, ესეთი კინოც შეიძლება გადავიდე. ნუ ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში მოეწყო თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. ნუ გამოფენაზე იმყოფებოდა გიორგი მარგველაშვილის, როგორც ივანიშვილის მიერ შექმნილი თანამედროვე შედევრი. დიახ. ნუ საინტერესო ინფორმაცია მინდა გითხრათ, ნუ დავით უსუფაშვილმა ნაციონალებს შესთავაზა ესეთი რამ, ნუ თუ მხარს დაუჭერთო პარლამენტის თბილისში გადმოტანასო, მაშინ მარგველაშვილი შევა ავლაბრის რეზიდენციაშიო. ნუ ეს ყველაფერი YouTube-ზე დევს, ჩვეულებრივად შეგიძლიათ ნახოთ, აი საძიებო სისტემაში ჩვეულებრივად შეგიძლიათ ჩაწეროთ ფანი ულტიმატუმ და ჩვეულებრივად ამოყრის ნუ უსუფაშვილის ულტიმატუმებს ძალიან საინტერესო. ბატონო დავით, მე თუ მკითხავთ, ჯობია ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის. ხა ნურც ქუთაისის ცოდვას დაიდებთ და ნურც პრეზიდენტის. ესეთი ამბავია. ნუ ისე თვითონ პრეზიდენტისთვისაც აჯობებს, რომ შევიდეს რეზიდენციაში, უხერხული ახლა ბოლო-ბოლო ოროთახიანი ხრუშოვკიდან მართავს ამხელა 60-ოთახიან ქვეყანას. ახლა მოისმინეთ ხუმრობა ციკლიდან რა ნაგლი არაუშავს? ნინო ბურჯანაძე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ნაციონალები უნდა გავყაროთო პარლამენტიდან და მე უნდა შემოვიდეო. ანუ ვაის გაეყარეს და ვუი მე თვითონ ვარ აგერო. გრძელდება ნაციონალების დაჭერები. მე მგონი ამ საკითხს უკვე გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა მიხედოს, იმიტომ რომ არ შეიძლება კაცო ესე ერთიანად ბადით რო იჭერთ. ამ ნაციონალებს ესე არ შეიძლება, კაცო, ანკესით უნდა დაიჭიროთ. ეს უნდა აიკრძალოს, იმიტომ არ ბადეს რომ მოუსვავთ და შეყრით ყველა ციხეში, ესე არა, ანკესი ჩააგდე და მოაგდე ერთი ნაციონალი. თან ეხლა ისეთი პერიოდია, რომ არ შეიძლება ნაციონალებს დაჭეროთ, თვითობის პერიოდი იყოს. და არ შეიძლება ხლება. ნუ ხალხის ნაწილი ამაზე ამბობს, რომ ეს უსამართლო დაჭერებიო, ესენი არის უსამართლო დაჭერებიო. მეორე ნაწილი ამბობს, რომ ნაციონალები არ იჭერდნენ, რომ უსამართლოთო თავის დროზეო. ეს კი არის უსამართლო, მაგრამ ისინი არ ხო იჭერდნენო. მოკლედ ამაზე არის ერთი ძალიან კარგი გამონათქვამი, მთავრობების გადანაცვლებით უსამართლობა არ იცვლება. ესეთი პატარა მოკლედ გამონათქვამი. ფინანსთა სამინისტროსთან გაიმართა აქცია სახელწოდებით ჭამე ნოდარი, ეს ვიდეო უნდა. ჭამე ნოდარი ამ სიმბოლური სახელწოდებით აქცია ჩატარდა ფინანსთა სამინისტროსთან. აქცია ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციამ გამართა, მათი მოთხოვნა უწყება შეწყვიტოს ბიუჯეტის ხარჯვა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია და ფინანსთა სამინისტრო ამ პრობლემების მოგვარებაზე არ მუშაობს. აი ესეთი ძალიან კარგია, საინტერესო აქცია. ახლა თუ ყვირის ხალხი რომ ჭამე ნოდარის, ნუ ხადურმა თუ ასე გააგზელა, ხალხი თავში წამორტყმითაც ემუქრება.
ნუ ხადურზე ამბობენ რომ იჟო გააწუხებსო და ბატონო დარს მინდა მივმართო რომ ამ ბიუჯეტს რო შეჭამთ ხო იჟოგო რო არ დაგემართოთ აუცილებლად სოდიანი გრანტი უნდა დააყოლოთ ზემოდან რომ მერე სულ წმინდა ამიიყალეთ იუსტიციის სახლის სახურავი რომელსაც 6 ფილა მოაძრო ქარმა უკვე 3 თვეა აქტიურად მიდის მისი შეკეთება დიახ, როგორც გვპირდებიან აპრილში უკვე გაიხსნება ის, რატო ჩქარობთ მე არ ვიცი, რო ვერ მოასწოროთ მე რას ხო, ეს 6 ფილას გენეხუმრებით, ამდენი 3 უცებ თქვი ოქტომბერში, კაი ადამიანი, ოქტომბერში გაიხსნება, დეკემბერი თქვი, მაგრამ ეთყობა არჩევნებისთვის უნდათ რომ დაამთხიონ ყველაფრის გაკეთება. ნუ იუსტიციის ჭერის ეს პატარა მონაკვეთი თურმე ამდენი ხანი იმიტომ კეთდება, რომ ნაციონალებისგან განსხვავებით ძალიან ხარისხიანად აკეთებენ ესენი. ხარისხიანად ვაკეთებთ, ხო? თურმე ქარმა მთელი იუსტიციის სახლიო დაანგრიოს, მარტო ეს ნაწილი რჩება, ეს 6 ფილა ჩვეულებრივად რჩება ისეთ ხარისხიანად აკეთებენ ამ იუსტიციის სახლს. მოკლედ ამათ თუ ასე გააგრძელეს, 1-4 წელიწადში კაი 2 სართულიან ცათამბჯენსა წამოჭიმავენ სადღაც თბილისში. ისეთი ტემპებით აი ესე გუგულით მიდის მშენებლობა 4 ფილის. დიახ. ქუთაისში კიდევ ერთი ახალი მერი დაინიშნა. მოკლედ ისე სწრაფად ცვლიან მერებს, რომ ბანკის სარიცხის ბანკარის განადებასაც არ აძლევს მერს, იმიტომ არასტაბილური სამსახურიაო. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისელებს დენი და მერი აქვთ გრაფიკით. დიდი მადლობა. ჩვენ შოუს ვუწევთ ამოკლედ ბენდი თამონა ლეკოიშვილის ხელმძღვანელ ბატონს.